საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა ბესიკ ხარანაულის ლექსი სად არიან შვილები, შვილები სად არიან. ბესიკ ხარანაული თანამედროვე ქართველი პოეტია. ის წერს ლექსებსაც და პროზასაც. მან ქართულ პოეზიაში მოიტანა ახალი სუნთქვა. თავისუფალი ლექსის აღორძინება სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. ეს ლექსი სად არიან შვილები ხალხურ ყაიდაზეა დაწერილი და მასში წარმოჩენილია დიდი ტკივილი. საქართველოს უახლესი ისტორიის, კერძოდ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებით გამოწვეული. ლექსი გაჟღენთილია გულისმომკვლელი სევდით, რასაც იწვევს ერის მომავლის უპერსპექტივობა. ახლა წაგიკითხავთ ლექსს. სად არიან შვილები? შვილები სად არიან? გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია. სად არიან შვილები? მე რომ მოგაბარია. გავალ ავეძრახები, არ არიან, ქარია. საქართველო აქროლდა ვით ფოთლებში ქარია. სად არიან შვილები? ქარია, არ არიან. სად არიან ვეფხვები? ლერწმიანში არიან. ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან. ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია. მიվել ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია. გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია. გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია. ეშმა ერქვა სახევად, ვინც მე ხელი დამრია. სად არიან შვილები? შვილები სად არიან? იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარია. იმ ხესაც ხომ შენ დასწვალ, შენი მოსახმარია. საქართველო მითხარი ნუ თუ მხოლოდ ქარია. სად არიან შვილები? შვილები სად არიან? გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია. საყელოზე მოგწდები, შვილები სად არიან? არ არიან შვილები. საქართველო ქარია. ქარია საქართველო, შვილები არ არიან. დღე არ არიან, ღამეა არ არიან, ქარია არ არიან, არ არიან, ქარია. ეს ლექსი წარმოჩნდება როგორც სასოწარკვეთილი ლირიკული გმირის მონოლოგი. გმირისა, რომელსაც შვილები დაუკარგავს. ახლა გარეთ გამოსული დაეძებს და ეკითხება ქვეყანას, სამშობლოს, სად არიან მისი შვილები? სად არიან შვილები? შვილები არ არიან. გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია. საოცრად გულში ჩამწდომია ეს სტრიქონები. თითქოს ვხედავთ მოლოდინით დაღლილსა და გათანგულ მშობელს. წარამარა გარეთ რომ იხედება, ერთ ადგილას ვერ ისვენებს. მხოლოდ წასული შვილების ბედი აღელვებს. გადამდებია მისი მოუსვენრობა. ერთ ადგილს რომ ვერ პოულობს, ვერ მშვიდდება, აფორიაქებულია, აღელვებულია. ეს კარგად ჩანს ამ სტრიქონებში. გარეთ გასვლა და შვილების ნაცვლად ქარი შემოფეთება უფრო ამძაფრებს ამ ტრაგიკულ განცდას. ქარი აქ წარმოჩნდება როგორც ყოველივეს გამფანტავი და წამშლელი. ამ შემთხვევაში ქარი რაღაც საოცარ სიცივესა და გულგრილობას აფრქვევს. ლექსში მეორდება შეკითხვა, სად არიან შვილები და ყოველი შეკითხვა უფრო დაძაბულია, მეტი ტრაგიკული ინტონაციის მომცველი. გავალ ავეძრახები. ავეძრახები ნიშნავს დაუძახებ, მაგრამ მხოლოდ ქარის ხმა ისმის. ქარისა, რომელიც უფრო ამძაფრებს მშობლის ტკივილს. ეს ლირიკული გმირი სახეა ისეთი პატრიოტისა, რომელმაც შვილები მამულს გაუზარდა. ილიას ერთი პერსონაჟი რომ ამბობს გლახის ნაამბობში, სიცოცხლე ჩვენი არც დედისაა, არც მამისაა, არამედ ქვეყნისაა. სწორედ ასეა ამ ლექსშიც, მაგრამ მშობელმა უნდა იცოდეს, რა მიზანს ეწირება მისი შვილი. ამ ლექსში კი ჩანს, რომ მშობელი დაბნეულია, სასოწარკვეთილია. მან ისიც არ იცის გარკვეულად, ცოცხლები არიან თუ არა მისი შვილები. ეს არის ქვეყნის მიმართ სრულიად ახალი დამოკიდებულების გამომჟღავნება. მშობელი თითქოს პასუხს თხოვს ქვეყანას ყოველივე იმისთვის, რაც მას დაატყდა თავს. ლექსში უცებ ჩნდება მოულოდნელი მეტაფორა, საქართველო აქროლდა. ესე იგი გაქრა, გაილია. პოეტი ამის უკეთესად წარმოსაჩენად მიმართავს შედარებას, ისი აქროლდა როგორც ფოთლებში ქარი.
საქართველოს გაქრობა ძალიან მოულოდნელი სახეა. ქართულ ლიტერატურაში ბევრია ისეთი ნაწარმოები, რომლებშიც საუბარია ერის გადაგვარებაზე, ზნეობის დაცემაზე, ეროვნული თვითშეგნების დაკარგვაზე, მცირედ მორწმუნეობასა და სხვა ათასგვარ უკეთურებაზე, მაგრამ იშვიათია ნაწარმოები, რომელშიც საუბარი იყოს იმაზე, რომ საქართველომ ვერ გაუძლო ამდენ რყევას და დაიღუპა, დასამარდა, გაქრა. გავიხსენოთ მთელი მე-19 საუკუნის ლიტერატურა, თავისი იმედითა და უიმედობით. არ მომკვდარა, მხოლოდ ზძინავს და ისევე გაიღვიძებს. ვინ შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს. წერს აკაკი. სხვათა შორის, ბესიკ ხარანაულს აქვს ერთი ლექსი. დაიძინე საქართველო, რომელიც შეხმიანებაა ილიასა და აკაკისთან. თუ ისინი ქვეყანას გამოღვიძებისაკენ მოუხმობდნენ, ბესიკ ხარანაული პირიქით ქვეყანას დაძინებას ურჩევს, რათა ცუდი სიზმარივით განიცადოს შექმნილი კოშმარული, ტანჯველი მდგომარეობა. ბესიკ ხარანაულის განსახილველ ლექსში გამოხატულმა პესიმიზმმა გაგვახსენა ოთარ ჭილაძის ძალიან ცნობილი რომანი გოდორი, რომელშიც აღწერილია, რომ მე-16 საუკუნის დასაწყისში საქართველოსკენ გამოემართა ცნობილი იტალიელი მისიონერი ლუდოვიკო ბოლონიელი. მან იცოდა საქართველოს დიდებული ისტორიის შესახებ და სურდა გაცნობა, თან საგანგებო მისიით მოდიოდა. მაგრამ როცა მოაღწია იმ გეოგრაფიულ არეალს, სადაც საქართველო ეგულებოდა, ეს მშვენიერი ქვეყანა იქ აღარ დახვდა. რა თქმა უნდა, ეს არის მეტაფორა და მიუთითებს ქართული სულის გაქრობაზე. თუმცა ლუდოვიკოს ჯერა და ეს მწერლის წმენაცაა და ეს არის ლექსით გამოხატული. სამარადისოდ და უკვალოდ ისქრება მხოლოდ, რის დაკარგვასაც ვეგუებით. მაგრამ თუ ვიგრძნობთ, რომ ჩვენ სიცოცხლეს უიმისოდ აზრი არ აქვს, ისიც ბრუნდება. უფრო სწორად კვლავ იბადება და ერთ დღეს, როგორც წყლიდან მიწა, ან რძიდან ყველი, პირველყოფილი ბრწყინვალებით ამოიზრდება. ასე რომ, თუ ქართველი არ შეეგუება საქართველოს აქროლებას, მაშინ ის აუცილებლად აღდგება. მეტაფორულად ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ქართველის ცნობიერებაში იმ მნიშვნელობას შეიძენს, რაც მას უნდა ჰქონდეს. ბესიკ ხარანაულის ამ ლექსში შვილები არ ჩანან და ამ საშინელ ამბავს ქარი თავის დაუდგრომელი ქროლით უფრო ამძაფრებს. საერთოდ მთელ ლექსში ეს გამთოშავი ქარი დაქრის. შვილები მომავლის სიმბოლოა. თუ შვილები დაიხოცებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ერი დაიღუპება. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის ლექსი ჩემო კარგო ქვეყანაო. მაშინ მთელი იმედი სწორედ მომავალ თაობაზეა. აი ეს სტრიქონები, წვრილშვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები, მათი ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები, არ გიმტყუნებენ შენა, თუ კი მათ მიენდობი, მათი ზღვაწლით შეგექმნეს სახე, ბედით მთენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია. ესე იგი, ილია ამშვიდებს თავის საყვარელ ქვეყანას, რომ მას აუცილებლად ეშველება მომავალში, რადგან შვილები მის ბედზე იზრუნებენ. ბესიკ ხარანაულის ლექსში კი ამგვარი იმედი არის ჩამკვდარი. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჯოჯოხეთური ვითარებაა. იტალიელი მწერლის დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიის ერთი ეპიზოდი გვახსენდება. იქ წერია, რომ ჯოჯოხეთის კარზე არის აი ესეთი სიტყვები წაწერილი: ყველამ აქ შემომსვლელმა იმედი დატოვოსო. ესე იგი, ჯოჯოხეთი არის სრული უიმედობა, როდესაც დაღუპვა არის საბოლოო და ხსნა არსაით ჩანს. სწორედ ასეთი განცდა წარმოჩნდება ამ ლექსში. რამ გაუჩინა პოეტს ამგვარი ფიქრები? რა თქმა უნდა, იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რომლებიც მის თვალწინ დატრიალდა. ეს კოშმარული განცდები კი ლექსში მხატვრულ სტრიქონებად ტრანსფორმირდა. სტრიქონი სად არიან ვეფხვები? წარმოაჩენს შვილების ვეფხვებივით ვაჟკაცების სახეებს. გავიხსენოთ ქართული ხალხური ლექსი, რომელშიც დედა ამბობს: ერთი შვილ მაინც გაგზარდე ვეფხვებთან ნაუმარიაო. ის იყო შვილის სიკვდილით გულდათუთქული, მაგრამ თანვე საოცრად თავაწეული, რადგან მისი შვილი არ შეუშინდა ვეფხვთან ბრძოლას და დაიღუპა ვაჟკაცურად. ვეფხვი ხალხურ პოეზიაში საერთოდ გამორჩეული ვაჟკაცის სინონიმი იყო. სწორედ ასეთი ვეფხვებივით ვაჟკაცები დაკარგულან ამ ლექსის მიხედვით. არავინ იცის მათი გზაკვალი. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ
თითქოს უკვალოდ, უსახელოდ გამქრალან ეს ვაჟკაცები. ლექსის ლირიკული გმირის გულში წამიერად აინთება იმედის ნაპერწკალი. ვეფხვები უნდა იყვნენ ლერწმიანში. სად არიან ვეფხვები? ლერწმიანში არიან. ეს ეხმიანება ხალხურ ლექსს, რომლის მიხედვითაც ლერწმიანში აუცილებლად შეხვდები ვეფხვებს, მაგრამ ახლა ვეღარსა დაინახავ მათ, რადგან ისინიც გამქრალან, დახოცილან, სასტიკ დროს გაჰყოლიან. ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან. ქარი წარმოჩნდება როგორც ყოველივეს უარმყოფელი არარაობა, ერთგვარი სიცარიელე, რომელიც ყოველივეს აცამტვერებს. ლექსში ჩნდება მოულოდნელი მეტაფორა. ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია. შობელს ჯერა, რომ შვილები ცოცხლები არიან, მაგრამ დატყვევებულნი. ტრადიციულად ქართულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, საქართველო წარმოჩნდებოდა ხოლმე როგორც პატიმარი, რომელსაც შვილები გამოიხსნიდნენ. მაგალითად, რომ გავიხსენოთ ალექსანდრე ჭავჭავაძის ცნობილი სტრიქონები. მას ვჭრეთ პატიმრად, ვის მონებს გული, მისთვის გლახ განწირული. ან კიდევ მაღალ ციხეში გამომწყდეულია ნესტანი, რომელიც მოელის ტურფა გამომხსნელს, როგორც აკაკი წერს. აქ კი ამ ლექსში შვილები არიან პატიმრები. გაუკუღმართებულ დროში სამშობლოსა და შვილების დამოკიდებულება თითქოს არის თავდაყირა დაყენებული. თითქოს ყოველგვარი კანონზომიერება არის დარღვეული. დრო არის დაშლილი, წარსული, აწმყო და მომავალი აღარ არის მთლიანი. აი ეს ჯაჭვი ერთიანობისა არის დარღვეული. და რა თქმა უნდა, ეს იწვევს ტრაგიკულობის განცდას. მშობელს ქვეყანა მკვდარ შვილსაც კი ვერ უბრუნებს. ლექსში ვკითხულობთ, მიվել ციხე გავტეხე, არ არიან ქარია. აქ წარმოჩენილია ძველი იდეალების სხვრევა. ციხის გატეხა ლიტერატურაში სიმბოლო იყო უსამართლოდ დატყვევებულის გამოხსნისა, მაგრამ კითხველის მოლოდინი აქაც გაცრუებულია. განსაკუთრებით ტრაგიკულად გაისმის სტრიქონი, გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია. ესე იგი, ეს დრო და ვითარება კლავს სიყვარულს. სიყვარულისაგან დაცლილი სამყარო კი მოგეხსენებათ არარაობაა. გოგომ ვერ მოასწრო ბიჭისთვის სიყვარულის გამხელა. ბიჭი კი წავიდა, წაიყვანეს სადღაც. რატომ, რისთვის, ვინ წაიყვანა, ეს ლექსში არ ჩანს. თავარი ისაა, რომ ქვეყანაში სიყვარულიც კვდება და ცამტვერდება. ეშმა ერქვა სახელად, ვინც მე ხელი დამრია. ამგვარ ახსნას უძებნის შექმნილ ვითარებას ლირიკული გმირი. ეშმაკია, წუთისოფლის თავადი, რომელსაც იმხელა ძალაუფლება მოუპოვებია, რომ სიკეთე და სიყვარული დაუთრგუნავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში წმენა არის მოკლებული. ნაკლები რწმენაა. ადამიანს ღონე გამოსცლია, ცოდვასთან საბრძოლველად. დავით გურამიშვილი გვახსენდება, ჩაცვიდნენ ცოდვის მორევსა, გზა ვეღარ ასცნეს მადლთა ფონისაო. ეს მადლი აღარ იყო ქვეყანაზე, თითქოს ღმერთსაც აეღო ხელი ადამიანებზე, მათ შემწეობაზე. იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარია, ვკითხულობთ ლექსში ლირიკული გმირის თხოვს ამას ქვეყანას. იგი თითქოს შეგუებია შვილების დაკარგვას და სურს, რომ ხის დარგვით ქვეყანამ გამოხატოს ერთგვარი თაყვანისცემა დაკარგული შვილების მიმართ და მათი ხსოვნის მიმართ, მაგრამ ეს თხოვნაც ამაოა, რადგან ქვეყანას მომავალი თაობა, შვილები არაფრად უღირს. ეს ჩანს ამ სტრიქონში, იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია. ქვეყანა გახამებული საყელოთი გაპიროვნებული, ვითომ სახელმწიფო ოფიციალურად აღიარებული, სხვა ერთაშორის ერად წარმოჩინებულ, დამკვიდრებული, ლირიკული გმირისთვის არის როგორც ბუტაფორია. თუმცა მაინც ცდილობს მისი გაყინული გულის გალღობას და ამაოდ ჩააზახის, აი თითქოს აანჯღრევს. ცდილობს, რომ ყურადღება მიიქციოს მისი. საყელოზე მოგწდები შვილები არ არიან, მაგრამ როგორც ილია იტყოდა, არსაიდან ხმა, არსით ძახილი, მშობელი შობილს არას მეტყოდა და ქართლის ძილში კვნესა ისმოდაო. პოეტს ბესიკ ხარანაულს სწორედ ეს კვნესა არასვენებს და ამიტომაც ქმნის ასეთ ტკივილიან სტრიქონებს. არ არიან შვილები, საქართველო ქარია, ქარია საქართველო, შვილები არ არიან, დღიარი არ არიან,
ღამეა არ არიან, ქარია არ არიან, არ არიან, ქარია. ეს გვახსენებს რაღაცნაირად გალაქტიონის სტრიქონებს, ყოველივე ქარია და ჩვენება, სიცოცხლეც უეცარი ქარია. ამიტომაც პოეტები ერთადერთ საყრდენს პოულობენ, მარადია ერთადერთი შვენება. თვითონ ბესიკ ხარანაულის სტრიქონებსაც გაგახსენებთ. ჯერ კიდევ კიდია ყუნწ ფოთოლი, მაგრამ ქარი უკვე გზაშია და მე ვფიქრობდი ქარზე, რომელმაც ფოთოლივით წამიღო. ასე რომ, ამ შესანიშნავი ლექსით ბესიკ ხარანაულმა გამოხატა დიდი ტკივილი, რაც გამოიწვია ქვეყანაში მიმდინარე ძმათამკვლელმა სამოქალაქო ომმა და მისმა თანხმლებმა მოვლენებმა. თუმცა ეს პრობლემა, რომელიც ამ ლექსშია წარმოჩენილი, არის ყოველთვის აქტუალური. თუ დაირღვევა კანონზომიერება თაობათა ურთიერთობისა, თუ დაივიწყებენ ქართველები გონიერ ქართულ ანდაზას, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილის ჯობდეს მამასაო, მაშინ ქვეყანა დაიღუპება. მაგრამ მკითხველს სჯერა, რომ საქართველო ქარია არის მხოლოდ მეტაფორა და ის რეალობად არასოდეს იქცევა. გმადლობთ ყურადღებისათვის.